ვაიმე ლაშა როგორ მიყვარს თბილისობა გიჟდები თბილისობაზე ყურძენი წაბლი ჩურჩხელები თბილი წინდები ესე რომ იყიდება ხოლმე რა კარგია გიჟდები იცი მე და თამარს ადრე როგორ გიყვარდა თბილისობა გიჟდებოდით იმდენს მხიარულობდით ხოლმე ესე გავდიოდით ქალაქში თან რამინი ბიძიას ჩამოქონდა ხოლმე სურსად სანოვაგე ხო და ნახევარს რასაც ვერ გაყიდდა ჩვენ გვიტოვებდა ხო და ესე მერე ჩვენ ჭამდით კარგია თბილისობა კეთება, კარგი. ხო. რა არის იცი? გიჟდები. რაღაცა მაციებს ცოტა და მე მგონი სიცხე მაქვს. სიცხე გაქვს? ხო. მოიცადი აბა მანახა. მანახა. ცხელი ხარ ხო იცი შენ ცოტა კი ხარ ცხელი ხო? მიდი აბა სიცხე გაიზომე. ხო და თუ სიცხე არ გექნება ლაშიკო, შედი მე მიშიკო საჭმელი აქვს გასაკეთებელი. ფაფა აქვს მოსამზადებელი, ხილი გასახეხი. ხო და თუ სიცხე გექნება, მე ახლა წამალს მოგიძებნი და თერმომეტრს. სიცხე მაქვს, კეთება, აბა რა მაქვს სიცხე. სიცხე გაქვს? მოიცადე ერთი წუთი. ხო გძნობ ახლა მე. რაო? სიცხე გაქვს შე? რამდენი გაქვს? ბევრი. აი რამდენი ახლა ეს ბევრი? აი რამდენი ტონა კარტოფილი ჩვენ გაქვს იმდენ. ჯერ სიცხე გაიზომე და მე ილაპარაკე შენ. მართალია. კეთება, ეს რა ვქე, თერმომეტრი არ მინდა. აი, ვახოს კარტოფილს დავიდებ შულზე, თუ შეიწვა ესე იგი სიცხე თუ ისა. აჰა. ხუმრობს ხო. მომისმინე? აი ხა ზუსტად მაგ კარტოფილის გასაყიდად მივდივარ. მომისმინე კარგად ახლა. მაგრამ დღეს თამარმა დარეკა, მოვდივარო რა. ხო და დამხვდიო. ხო და რა ვიფიქრე იცი, იქნებ დამეხმარო თქო რა. კლიენტი ვიპოვე რა, კარტოფილი უნდა და ახლა თუ ცუდად ახარ, რა ვიცი. ესე იგი შენ არჩევანის წინაშე დგახარ ვახო. ან კლიენტი უნდა დაკარგო, ან თამარი. რთულია ეგ ცოტა რთული არ კი. ვახო ხუძრაო ჩემი და ჩამოდი საიმიდან. და რატომ მოდის ესე მალე რა იჩქარება? რა ვიცი აბა. კეთება, ნეთყობა იქ დეპორტი ჩაურტყეს და ლაშა. აი მაინც მეძალება, ცუდად ვარ, მაგრამ მეძალება. ვახო ჩამოვა ახლა ჩემი თამარი დასვენებული, გალაღებული, თვალები გაბრწყინებული, ჩემი და მომენად. ხო, აბა, ეს გაბრწყინებული, გალაღებული, დასვენებული სუფთა ჰაერზე იყო, ჩაის უნტკავს ახლა და ერთ ამოს უთქვაში მოყვება იმერეთის ჭორებს. ხო. ლაშა. აი ხა ფიქრობდი, მაგრამ ისევ შემთა დამეხმარო რა. რა გინდა კაცო? რა და დახვდი რა თამარს. მე წავალ იმ კლიენტს შევხვდები. ეგეთი შანსი მეორე აღარ მექნება რა, გთხოვ. კი, ვახო, არ არის პრობლემა. მე კი დავხვდები, მაგრამ შენ რომ არ იქნები იქ, რა უთხრა მე თამარს და რას მეტყვის მე თამარ? დიდი მადლობა ლაშა. ეხა გეტყვი ყველაფერს. ესე იგი წეღან ველაპარაკე. ხო და გამოსვლის წინ დაგირეკავ. დაგირეკავ. ხო, ჩამაწერინა რაღაცები. დაგირეკავს. აი, შეხედე. აჰა. ესე იგი, შავი რენოს რაფი იქნებაო? ეკა 181. აჰა. ხო. გვერდით თეთრი ზოლი ქონია, გვერდით, ხო? კიდევ დიზელის ძრავი აქვსო 3 და 2. სარკეზე სიდი ქონია ჩამოკიდებული. ხო, კრილოს მხარეს ოდნავ გაკაწრული აქვსო და მძღოლს ქვია რეზო. ცოლი ყავს რუსთავიდან მზიაო. ხო და ეს მძღოლი თურმე ადრე რეზო.
ნავთობსადენზე მუშაობდა თურმე მომარაგებლად. მე ესე იგი მაგათ მივაგნებ ახლა, მივაგნებ. რაღაცნაირად მივაგნებ. თან მით უმეტეს ახლა რუსთაველი ცოლი თუ ყავს, მზია მივაგნებ. აბა, მაგა გამიჭირდება. ხო. ქმარითურეზოა თავისთავად. მე წავედი ახლა, კლიენტს უნდა შეხვდე. ეს გამომართვი არ დაგეკარგოს იცოდი. ტელი ინფორმაცია აქ არის, ასლა. კარგი, ვახუაბა, კარგი. შავი რენოს რაფი. ეკა 180. ეკა 181. რეზო. კარგი. შავი რენოს რაფი, გასაგები. ლაშა. თამარს ურეკა. ხო! მეც მომენატრე აბარა როგორ მომენატრე იცი ხო ძალიან თავი რა შვები აბა მოდი ხარ არა რატომ თამ გადაიფიქრე ხო აბარა რა გეჩქარებოდა დაისვენე რაღაცა ესე ცოტა ხანი კიდევ დარჩი ხო იცი რა ვახო მაინც ვერ დაგხვდებოდა ხო ლაშა სიცხე აქვს მაგრამ თქვა ჩემი საყვარელი ცოლის და ჩამოდის და დავხვდები სიცხიანი და რა ვიცი რაც არ უნდა მჭირდესო გავიქცევი დავხვდებიო ხო რა ლაშა რა წამოვუხო რო ჩამოვალ რა წამოვუხო საირმიდან აიპოდით ხო აიპოდ შეთევან, მაშინ ვისკი წამომიღოს რა, ვისკი. იუვენტუსის მაისური თქო, საირმიდან იუვენტუსის მაისური კარგია ძა. წყალი წამომიღოსო, წყალიო. ხო, წყალი. რაკენი? კარგი რა, ვაი, მეც როგორ მინდა, ვაი. იყავი ხო, კარგი. კარგი გენაცვალე, კოცნი, ბერს კოცნი, მათ ყველა დამიკოცნე. მენატრები და მიყვარხარ, კარგი. აი მე ესე იგი ამისი მოსვენება და გაჩერება ხო არ არის რა ერთი დღით ყოფილა წყალტუბოში წყალტუბოში გადაირეოდნენ წყალტუბოელები მეც მომინდა ეხლა ქეთევანი წყალტუბოში იქნება ახალი აფიშები თამარ ღლონტი მხოლოდ ერთი დღით ახლა უკვე თაბაშირიანი ფეხი ვაიმე ლაშიკო რა ვაიმე ლაშიკო არ ვიცი შენ რაღაცა არ ვიცი ძალიან გეძალება ამ ბოლო დროს ეს იუმორი და ხო შენ შეამჩნია ხო ცუდო თავარ მაგრამ მაინც მეძალი ხო და ამ ბოლო დროს ძალიან გეძალება ხო განსაკუთრებით მომისმინე ხა მე შევალ მიშიკოს დავხედავ შენ შედი თუ ესე რაღაცა ძილი მოგერია და მოგინდა დაძინება შედი და თამართან და ვახოსთან დარჩი თამარი მაინც არ არის დღეს და იქ დაიძინე რა ვიცი რაღაც ვირუსი არ იყოს და ბავშვს არ გადაედოს მეც ესე დღეში ვირუსი არ შემიძლია აბა რა თმინდა ქეთევა შენ ეხლა ბავშვს არ გადასდო მე არ შემიძლია მე ბავშვი ცოტა აი რა დრო დამიდგა რა თბილისობა გარეთ არის ყველა გასული მე კიდე ეკმარ და ცენტრიფუგას ვავსებ რა ისე მართლა ხوار გავიდე აი გარეთ თბილისობას თავრობას ნარიყავსთან ეკიდება დადგმულის რა ქვია იმას რიყეზე საწნახელი ჩავიც მე ჩექმებს კი არა ბოტებს და ესე ჭყაპ მივეპარები და ესე ვეთქვი ბატონო დიმიტრი მე თქვენ პირველად გხედავთ ესე იგი რა გამოდის მე თქვენთვის ჯერ არაფერი მithხოვია ხო და ძალიან კარგი იდეა მაგრამ მე შენ ადგილზე მაინც მეცადინეობას გავაგრძელებდი ბუზღო მართალი ხარ მაგრამ ნახე რა სისულელები წერია რა ამას დაიწყე შეხედე ხა თუ ბარონი არ არის დამნაშავე მაშინ არც ბოშა დამნაშავე და არც იდალგო ეს რა არის რა მაცილებს ხა რა ეს ნახე ხა მეორე ატომური სადგურის თითო ცენტრიფუგა ეს არ შემხვდება ბუზღო ხო არ გინდა რომ დაიწინო ხოლ ადრე უნდა ატკე და ჯობია გამოიწინო რა თან რაც იცი ისიც არ დაგავიწყდეს კარგი იდეა მაგრამ ცოტა მაინც უნდა წავიკითხო რა კიდე რა ხოჩ მისმინე შენ ყოველ შემთხვევაში ესე იგი თებროლეს ბარბარეს და მაკრინეს საერთო ასაკი 165 წელია ცნობილია
რომ თებროლე მეორე მსოფლიო ომში მე დაიყო. ბარბარე მის თბილისი 51. ხოლო მაკრინე მე-6 კლასში შუა აზიის ყამისზე გადაასახლეს. დაალაგეთ ბებოები ასაკის მიხედვით. ა ბაბალე მაკრინე თებროლე ბ მაკრინე ბაბალე თებროლე გ თებროლე ჩემთვის რა რთულია ეს რომ მიცე ხა თამარს ხო ისე დაალაგებს წინა იმას პირობას კი არ მისწევს. კიდე რა მოდის. საღამო შვიდობის საღამო შვიდობის როგორ ბრძანდებით? კაცო რა ვიფიქრე იცი? აი აბალებ აი ხარ რა მოვდიოდი დავფიქრობდი რა მე შეგეტყვი არ გაქვს ფიქრის დრო სალამ მოხვალ ფეხით მე-16 სართულზე ეს ჩვენი ბარი იყიდება თებროლე კაცო ეს ჩვენი ბარი იყიდება და ვიფიქრე ჩვენ ხო არ გვეყიდა მოიცა რომელი ბარი? კუთხეში ბარია ის? ხო კაცო რა მოგივიდა ჩემი სახლის ქვემოთ რომ ბარია ის კუთხის ბარი ხო? აი ზუსტო. ირუშ. რამდენად იყიდება? 200,000-ი. რა? 200,000 რა? ვერა ხარ შენ გამისკდა გული რა გვისმენდი კაცო აბარა ბაბალე და ელპიტე აგიტყდა კაცო გამოგივიდა გამისკდა გული ხო 200,000-იო და ისა რა ქვია ვიფიქრე რომ რა ვიფიქრე იცი ან ის რა ქვია კრედიტით აგვეღოდა გვეყიდა და გაგვექირავებინა ან ინვესტორი მოვიზიდოთ თუ მოვიწიოთ თუ როგორ ქვია მაგას და მე გავაქირავოთ თქო ჰა ბაბალე მოიცა ისე 200,000-ზე ფიქრობ მე ერთ წუთი მაცადე 200,000 გაგიჟდით ხალხო ა 200,000-ში იცი რამდენი ოცხლარიანია ა იცი რამდენი და 10,000 10,000 მოიცადე ესე იგი როგორ არის ეს წელიწადში 365 დღე ესე 200,000 რომ მომცა ხა ირაო 30 წელი ჩემზე მდიდარი კაცი არ იქნება არც საქართველოში არა ესე იგი აქედან გამომდინარე ისე ირა ისე 10,000 ლარიანი იქნება დაბეჭდილი საერთოდ არა ხო 20 ლარიანი კუპიურა 10,000 არა რას ლაპარაკ ეგ დაბეჭდეს თავიდან 50 წელი და რევოლუციის მერე დაამატეს კიდე 5 მოიცა ირუშ თავშოთ იყიდეთ ხო მე რის გაკეთებას აპირებ აი ჭკვიანი ხალ მადლობთ მართალი ხარ ესეც მოსაფიქრებელია რას აკეთებ მე იქ საგამოფენო დარბაზი რო გავხსნათ ირა რა იცი მართალია გავხსნათ მივიდეთ ბევრი ვიცინოთ და მე სხვა რამე გავხსნათ ცისულელებს ლაპარაკობ არა როგორც ყოველთვის ხო ისე ამ 200,000-ზე ფიქრობ და იმით ისე ირა აი ხა ეს 200,000 ამ ოთახს გავსებ და 10,000 20 ლარიანი ამ ოთახს მე ამ ოთახს და როგორ არ გავსე 10,000 წელი 20 ლარიანი და აი ეს ამას იქიდან აქამდე იქიდან იქამდე აი შესაძლოა გახარ და ამ კიდევ ესა 10,000 ნუ ჭერი თუ იქნება ცოტა აი ასე მაშინ კი გავსებს გავსებ და ირა მე ვდგარ 10,000 წელ 20 ლარიანში გახარგი მოიცა ირუშ ისე როგორ ჯობია რო იყიდოთ საკონტროლო პაკეტით თუ მთლიანად მთლიანად მომისმინეთ შენ ხო გაგხვალ გამოცდა ხო და წადი მიდი დაიძინე და გამოძინებული მიდი დასვენებული რა რომ ნორმალურად ჩააბარო არ გინდა მიდი კარგი რა 200,000 შემდეგ რა დამაძინებს მე ის 200,000 თუ გვაქვს ირა ლიფტი რო გავაკეთოთ და 15 თეთრი დავადოთ 15 არსად არ არის ბოზო 14 არც 14 13
ბუსხო. ხოაი 200.000 რა. ეს ხარ შენ რა გინდა თქვა ირაკლი რომ 200.000 ბანკში გაძებენ ესე უპრობლემოდ, ჰა? რატო არ უნდა მასეს ხო ვერ გავიგე რა სამსახური მაქვს ხელფასი მაქვს უძრავი ქონებაც მაქვს ირა რამე ეცი კითხო ეხა მე-16 სართულზე როცა მაგარი ქარია ხოლმე ხო ირხევა ხოლმე ეს კორპუსი და მაინც ხო უძრავ ქონებად ითვლება ჰა მიდი კაცო შპარგალკა გააკეთე გირჩევნია შენ სისულელეების ლაპარაკი ეგ სუდა მოვიდა ესე შენ თვითონ შპარგალკა შემატანინებენ ჰა არა ბუსხო არა არ შეიძლება შპარგალკის შეტანა გამოცდაზე თუ გიპოვეს ეგ შპარგალკა ჯარიმა ყოფილა 300 ლარი მაგრამ როგორ არის იცი იმ 300 ლარს თუ გადაიხდი ხო იმ შპარგალკას გიბრუნებენ უკვე უკან ხო გადახდილი ხო და შეგიძლია გადაიწერო დეჰე 300 ლარი ამბავი რა უკაცრავად ალო ხო გოგი ხო სახში ვარ სახში ხარ ხო ორი დღე რაც გადმოვიდა და სახში აფრები რა 50.000 მიშოვე ვა სახში კარგი გოგი კარგი ერთი წუთი აბა სადან ხარი რა რამდენი ხანი გინდა იმდენი ხანი იყავი ნუ მაიმუნო პერტი კაცო მიდი იქით რა გოგი იყო მე 50.000 იმედი კონდეთო 50.000 იმედი აჰა აი მეგობრები ყავსო შენ უნდა თქვა რა შენ უნდა თქვა 50.000 ისოვა როგორც არაფერი ხოჩახ გოგის აბა მე მეგობარი ყავს ჯიპოს რო უთხრა 50 ისიც არის 5-0 ბუსხო 50.000 4-0 არა აქ მაგათ უშო მაგობია მაგ ეს ვიჩა მოსულაო ესო ვინო თამარ ჩამოხედი გწინავს თამარ ცოტა ნასვამი ვარ რა ეხა კარტოფილი გავყიდე და ავღნიშნეთ ბიჭებმა. დავა. ვა. ვინ მოპოთხუნებულაო საერთაშიო? ვინაო? თამა. თელი დღე გირეკავდი რა. თელი დღე. თავიდან ვიფიქრე რომ არ იჭერს თქო. ტელეფონი დაგიჟდა ხო? ჰა? იც? თამარ, შენ რო წასული იყავი. სულ შენზე ვფიქრობდი თამარ. სულ შენზე ვფიქრობდი. ჰა? თამარ, იცი როგორ მომენატრე? ჰა? შენ არ მოგენატრე? ხოდამ კარგი ოდიშ თამარ ისე ეხა შენ ვიცი გაბრაზებული ხარ ეთყობა რომ ვერ დაგხვდი ხო? შენ მაგაზე არ ინერვიულო თამარ მაგაზე არ ინერვიულო ის კარტოფილი ხო გავყიდე? ოდა? ეხა წავალ და ბარს ვიყიდე. ბარში გავაკეთებ დიდ ყვავილების მახასიას. მე რემ ყვავილებს ვიყიდი ყველას და შენ გაჩუქებ. ჩემო, დამუნეა. ვიცი ხო, ვიცი. ბევრს ლაპარაკობ ეხა მე. ცოტა ნასვამი ვარ რა თამარ, ცოტა ნასვამი ვარ.
არა მე ხა ხვალ დილას გამაღვიძებ და ყველაფერს მომაყოლებ. ხო და ეხა მე არ მეძინება, აგერ დავждები და მოგიყვები ყველაფერს. ო. ესე იგი, თამარ ის კარადები დავალაქე. მინები დავწმინდე. ყველაფერ ამას თამარ ვაკეთებდი ღამე. რო ლაშას არ დაენახა. ხოდა მერე დაიწყებს მოყვება რაღაც ვეღარ გააჩერებს ვერაკაც ხო იცი ხა როგორია ხო ხოდა აი ესეა ჩემო თამარ არ დამავიწყდეს რა ეხა რაღაცა მინდა გითხრა ოღონდ ჯერ კეთევას და ლაშას არ უთხრათ ჯერ ეს რო გითხარი ბარი იყიდება ბარი სყიდვა მინდა თქო მართლა ეხლა მართლა იყიდება ის ხო მინდა რომ ვიყიდო როგორი აზრია? ხო. გავაკეთოთ თორნე. გავაკეთოთ ღვეზელები გამოვაცხოთ. რა იყო ახლა თამარ რა? არა, ვაშენი ვახუნხულა აღარა ვარ მე. შენი ხუნხულა? შენი სპაიდერმენი არა ვარ? ესე გარი დაიძინე ხა შენ მე რაღაც ბევრი მომივიდე და წავალ გაზიანს დავლებ შენ დაიძინე ისე თამარ როიცოდე ეს ღვეზელი მომგებიანია ცოტა იქ ცომს მოვიპარაოთ ცოტა კარტოფილს და აი ესე დაიძინე ხა შენ მე მერე ჩუმად შემოვალ და ჩუმად დავწვევი აბა არ უნდა გასხო ეხა ის ღვეზელი ამას სპაიდერმენი ნახე Tbilisi Nisem amigone Niset tebadari Bu baxım magariya heç ragasa ასე აი გამარჯობა ირაკლი გამარჯობა აი რაც ვითხარი ყველაფერი მოვიტანე რა ხდება არაფერი ეს ხელის დასვლა არ მინდა და მოდი ესე იქ დააწყე რა აი იქ დააწყე რა ამირა ვინმე ხო არ იყო მოსული არავინ არავინ მობრძანეთ ერთ წუთი რა ხო მობრძანეთ მე მიფრთხილად გადაცვალე არ დაისვაროთ რა მობრძანეთ აი დიახ თუ შეიძლება ესე იგი არავინ არ იყო მოსული ხო არავინ აბა ეს რა არის ამირანი პასი გია 6 სურენი 2 რა არის აქ ხვენია კაცო რა აი იმის მაგივრად რომ ჩემს სახლში იმუშავო კარც რო თამაშობ ამისი აქ ხვენია იმისი მაინც აქ ხვენია სამჯერ ზედიზედ რო გაიხიშტე ეხლა გეტყვი რა მოხდა და რაში იყო საქმე მინდა მაგისვი ბიჭები იყვნენ ამოსულები არა არ დავისრულები არა ხო ბიჭები იყვნენ ამოსულები და დასალევი ქონდათ ამოტანი მე არ დავალევინე მე სადაც ვმუშაობ იქ სასმელს არ უსვა მე ვთხარით უღია ჯოკერი ვითამაშოთ მეთქი ვითამაშეთ მოვიგე მე და შენ ისღვინო თუნებავთ გავსინჯოთ მოიგე აბა რა ოკეი მოიგე აბა რა ეს ბოლოს -2 და 6 მოგებულია ხო მოიგო ისე რა ხდება რაღაც კარგად გამოიყურები დღეს განსაკუთრებით ამ სახლის ფონზე მაგრამ ამ სახლსაც რას ვერჩი ახლა გუში რო უყურებ გუშინდელთან შედარებით დაალაგებულია ჩემი უდეკოლონი
რატო ეს ცარიელი? ირაკლი რა იყო იცი? საღებავე რო ვიყიდე. რასტვარი არ მქონდა. ხოდა ამით გავხსენი რა. საქმეს ხო არ გავაფუჭებდი რა მექნა. ო, საქმეს როგორ გავაფუჭებდი? ყოჩახ რო. კარგად მოგწოულ ხარ, მაგრამ ზედმეტი დაგისხამს. არა, ცოტა შემომესხა ვერ ვისწავლე, სუფთად მუშაობაა რა. სამაგერო დღეს გავაკეთებ. დღეს შევღებავ. დღეს თუ არა, ხვალ შევღებავ. ხვალ თუ არა, ზეგ. რომ არ მოგატყუო, მას ზეგ. თუ სიმართლე გაინტერესებს, 5 დღეში მზად იქნება და 3 დღეს გაშრობას ეგ არის. ვაიმე იმ ფაქტი დამარტყავს ახლა რა. იმ ფაქტი დამარტყავს, გაჩუმდი ხო აღარა მოიღო, ინსულტი მომიგო, ყველაფერი ერთად დავემართება. ისა. დატრიალდი ერთ დატრიალ დამენახე. აი ხარა. მიდი კაცო, მიდი დატრიალდი ნუ მე პრანჭები ერთი. მიდი ასე დამენახე. რა ხდება ახლა მითხარი სიმართლე რა, რატო ხარ ასე გამოწყობილი? შენ ყველა არ გამოიპრანჭებოდი ასე. ამირან. ელიავაზე ფეის კონტროლი დააწეს ეს, არაფერი ესეთი. რა. ტელეფონი გირეკავს. მოგაცრავად? ბისა, ბოდიში ბატონო ამირან, ავიღო ყორმელი თუ დენი დამარტყავს. აბარა ავიღო თუ აბარა დენი დამარტყავს. აბარა აიღე, კარგი, დიდი მადლობა. ალო. გამარჯობა, ცისანა შალოვნა. შალოვნა მინდოდა ეხლა. როგორ ხარ? ჩვენ არა გვიშვავს. რა? ვი? წნევა გაქვს? მე რა იყო? შალოვნა, წნევამ შეგაშინა? მე გეტყვი როგორ უნდა მოიქცე. ახლა პირველ რიგში, ჩადი აფთიაქში. ერთი წუთი. ირაკ, ბათხო. ერთი წუთი შალოვნა, ერთი წუთი. შალოვნა ხო? დიახ. გამარჯობათ ქალბატონო შალოვნა. მე გახლავართ ამირანი. ირაკლის მუშა. ხო. მომისმინეთ ახლა როგორ არის საქმე. ექიმებს ახლა მეტი რა უნდათ. ექიმებმა ოღონდ აფთიაქში გაგაგზავნონ. ხო და გაათბეთ თბილი წყალი. ჩააწყვეთ შიგნით ფეხები და გქონდეთ ასე. მამაჩემს შველის ხოლმე, კი. ხო და თუ დაგჭირდათ წნევა, კაფელი, გაჯი, გალესვა და რამე, აქავარ. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ. კი. ყოჩახ რა. აი, ხო შეგიძლია როცა გინდა, ხო? აი რო ინდომებ, ხო ყველაფერი გამოგდის რა. კარგი რა. კარგი რა, ხო შევთავაზეთ ჩვენ რომ რაღაცა რო დაიცლება და რაღაცას რო იხმარდა, რო აღარ გჭირდება, ხო ეს ცარიელი ყუთები გადააგდე რა. ეს რა. რა? აი ეს რა. ამაში, ხო? ნახე რა. დღეს დილით ვიყავი ადრიანა თელიავაზე. არ შევამოწმებ და შემომპარებდით. შემომაპარეს. ერთი წუთი გამატარე. შემოგაპარეს. ესე იგი, ხო? ეს ყვავილებით შემოგაპარეს, ხო ალბათ? ეთქვა გითხრეს ფუნჯიაო, ხო? ხო? და იყიდე შენ წამოიღე შემოპარებული ყვავილები, ხო? ყვავილები, ხო? ყვავილები. უყურე, კარგად უყურე, უკეთესად მოიფიქრებ რამეს, მიდი, ყვავილების ქვეყანა. ბუბა ხო მაგარია თქვი რა, გაფიცებ მითხარი ბუბა. გამომართვი ეს ყვავილები და მითხარი ახლა პირდაპირ. მე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? დავრჩი აქ თუ? წავედი მე. საათ ნახევარში მოვალ. ვარ მოგატყუო 2-ში. იცი რას გეტყვი? კაცმა რომ გითხრას, ცუდად იყავით და სიცხე გქონდა და ეგ ესე წუწუნებდი და კარგად მოიცალე მაიმუნობისთვის. რა ცუდად ქეთება? რა ასე კარგად ცხოვრებაში არ ყოფილი. ლაშა, ცოდოა ვახო, ვუთხრათ. კარგი ქეთება, მე მიკეთებ ამას. მაცადერად რომ ატარებინე რა. სუდროს არ ატარებ შენ, სუდროს არ. კარგი ახლა. გამოვა ახლა მალე სადაც არის. გაჩვენ. არ გაიგოს. ამა.
დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ვახო. დილამშვიდობისა ვახ. ის თამარი სად არის? თამარი ექიმთან წავიდა. სად? ექიმთან. ექიმთან. აი, ნახეთ. რა საყვარელია რა. იცოდა რომ გუშინ დავლია და არ გამაღვიძე ესე წავიდა. თან სანამ წავიდო და მაკოცა. გაკოცა? ხო, ქეთევან, მაკოცა. შენ არ იცი, ქეთევან, იცი რა თბილია ჩემი თამარი, თბილი იქნებოდა, აბარა 39 ქონდა სიცხე. ისე, ქეთევან, რა ვიფიქრე მე იცი? ჩვენ ქვევით ბარი რო იყიდება. ბარი? ხო, გადავწყვიტე რომ აი ის ვიყიდო. იყიდო? ხო. რა ვახო მე იქ არა ბარის დატოვებას კი არ ვფიქრობ. გადავწყვიტე თონე უნდა გავხსნა. თონე? თონე. თონე და კიდე რა ვიფიქრე იცი? ესე ხმამაღლობოდაო კაცო ღამე. ვახო, შენ ხო გაყიდე შენი კარტოფილი და არ გინდა შენ სამე ფართი იყიდო? ვახო. მართალი. ვიცი ქეთევან, ახლა კი ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ ხო. არა, კარგი აზრია. ხო, შინებული, დიდებული აზრია, აბარა, არაჩვეულებ. ვახო, შენ ხარ ჭკვიანი ბიჭი. შენ რამე სერიოზულს მოიფიქრებ იმ ფარტში. ეხლა შენის ტიპი არ ხარო ღვეზელების ცხობა დაიწყო რომ კარტოფილის და ცომის მოგებით მოატყუო და რაღაცა ესე მოტყუო რამე მოიგო. არა, ტიპი არ ახარ ეგეთი. არა, რას ლაპარაკ. ეხლა რა. ერთი წუთით რა. ხო და რა აბარა, ხო, აი ტიპი უნდა იყო ეგეთი, ვახო, ეგეთი ტიპი არ არის. დაჯექი. ალო. ხო და თამარ ხო მე ვარ შენ გუში რო გელაპარაკებ ქეთევანისთვის და ლაშასთვის რამე ხო არ გითხოვს არა თამარ ამ თრალი გუშინ საძინებელში ხო გელაპარაკე ხო მისმენდი არა ხო ბარის ყიდვა მინდა მეთქი რო გითხარი ხო არ თამარ შენ გელაპარაკებოდი საძინებელში სხვა ვისთან უნდა მელაპარაკა ჩვენ საძინებელში საირმეში ხარ? მომეცი აქ ტელეფონი, მომეცი ხლა არ გადამირიო ეს ჩემი ერთადერთი და თამრი მე ვარ. თამრი არ ინერვიულო ლაშა მიმაიმუნა ხო გუშინ იხუმრა. სიცხე ქონ სიცხე ქონდა ხო და ჩემთან არ დავაძინე შენთან გავიდა იქ დათქა. რაო, თამარ მაის მომენატრა ჩემი სპაიდერმენიო, მოიცა ლაშა თუ თამარისა, ესე იგი მთელი ღამე მე შენ გელაპარაკებ, მე მელაპარაკებოდი, ვახო, მე თამარი კიდე 1-2 კვირა არ ჩამოვა, ისე როგორ გეშლებით მე და თამარი სულ ერთმანეთში. მოიცა ლაშა, ხა მოიცა. ესე იგი გუში მთელი ღამე მე შენ გვერდით მეძინა ლაშა. კი, შენ გეძინა, მაგრამ მე თვალი არ მომიხუჭავს. არა. ვერ მოუხუჭე თვალი, რა ვიცი, მაინც სპაიდერმენი მეწვა გვერდიდან. ვერ ახარ შენ რა გეუბნები რა, შენ ვერ ახარ რა. მე ძალიან ეს იუმორი, მე კარგი. მოიცადე, ვახო, მოდი, კარგი ხარ. ვიხუმრეთ რაღაცნაირად ესე გამოვიდა. რა იხუმრეთ? მომისმინე. ეხლა მე რას მიმალავდი ამ ბარის ყიდვის ამბავს? მითხარი, ერთად გეთქვა ჩემთვის და ერთად გავიკეთებინა რაღაც, მე მგონი ურიგო არ იქნებოდა. კი არ გიმალავდი ლაშა. უბრალოდ ჯერ არ გეუბნებოდი, რატომ რა მაქვს შენთან დასამალი ეხლა? ჯერ არ გეუბნებოდი? ჯერ არ გეუბნებოდი, თორე რა. წინასწარ არ მინდოდა მაინც. წინასწარ არ მინდოდა მაგის თქმა, წინასწარ თორე. კარგი, არა უშავს. გასაგებია. ვახო, მოდი, ავიღოთ ეს ბარი, გავხსნათ ჩვენ ახალი და საერთო სახელი დავარქვათ ვახო, საერთო სახელი. აი, ლაშა და ვახო, ხო? ლავა. აიმუნო ფეხა რა. არა, ან თუმცა იცი რა არის, ეხლა შენი და თამარის იდეა ეს უფრო, შენი და თამარის. ხო. და მე თავა რო დავარქვათ. თავა. მე ბარის ადგილას მინდოდა თონის გაკეთება. თონე უნდა გამეკეთებინა იქ. და რა უნდა დააწერო მე იქ დედას პური თუ სპაიდერმენის პური, არა.
დედას ბუშტის პური უნდა დავაწერო ესე? ხო. კარგი, მოვისმინეთ, ჩავიდეთ ახლა მართლა ხუმრობა იქით იყო, ჩავიდეთ ბარში, გავარკვიეთ რაღაცა და მერე დავსვათ სერიოზულად ვილაპარაკოთ, კაი? კარგი. კაი, კარგად. კარგად სიხარულ. მიდი ახლა, მიდი. აბა, ეხლა ნახოთ. რა შეკითხვებია ისეთი ხახს, რომ აი ესე აიშინებს რა. აბა, რა შემხვდა ეხლა? ატომური სადგურის თითო ცენტრი. ვითომ არ შემხვედრია? მეორე ნანოტექნოლოგიების სიმპოზიუმზე დელეგატებს კომუნიკე. უგაცრავად შეიძლება? დიახ. ქართულ ენოვანი სექტორის გამოსტაცი ვარ მე. დიახ, თქვენ ქართულ ენოვანი სასწავლებლების პედაგოგთა ტესტირებაზე იმყოფებით. მადლობა. ესე იგი, საქმე არც თუ ისე ცუდად არის და ისიც რა მაინტერესებს უკაცრავად თუ შეიძლება. დიახ. ეს პასუხი უნდა შემოვხაზოთ თუ გავაფეროთ? უნდა შემოვხაზოთ. დიახ. და ეს შეიძლება. დიახ, ისიც. აი, სწორი პასუხი უნდა შემოვხაზოთ თუ ყველა არასწორი პასუხი უნდა სწორი პასუხი უნდა შემოვხაზოთ. ჰა. მადლობა. ეს თუ შეიძლება ეს უკაც. აი, ეხლა შეიძლება საქმე. ანუ ეხლა აი ეს პასუხი უნდა შემოვხაზო. ხო სწორია ეხლა ეს? ვერ გეტყვით. მართალი ყოფილა რო ამბობდი თვითონაც არ იციანო რა. უკაცრავად ეს ტელეფონის ჩართვა არ შეიძლება ხო? ხო არა უბრალოდ შაშკინმა უნდა დამირეკოს თორე ეს. გოგოლი. დიახ. კოლეგა. დიახ. იცით აი საიდანღაც მე მეცნობით და იცით, მე ვიცვლები და იქნებ ჩემი შემცვლელი გეცნოთ. არა მე უბრალოდ რა არაფერი არ მინდოდა მეთქვა მე უბრალოდ მინდოდა ის რომ წყალი შემოვიტანე დასაშვებზე მე დიდი ბოთლით და დარღვევა ხომ არ არის მეთქი აი ეს მინდოდა რა მეთქვა. არა, არ ჩაგითვლით. მადლობა. ვაიმე რა ვაი ფოსე რადვილია კაცო რადვილია რა ეს აი გიჟდები ისეთი ერთ თუ შეიძლება აი გაგვირებული ვარ ეხა აი ამდენს დადიხართ და დამზადეთ თუმცა არ მოფლება და განაგდეთ რომ მუშაობა. კი ბატონო არა უბრალოდ რომ დადიხართ ეს ამდენს ახლა იმიტომ თორე ეს ერთი თუ შეიძლება. დიახ, გისმენთ. თქვენ ხომ მითხარით რომ შევიცვლებიო? დიახ. აი საერთოდ არ შეცვლილ ხარ. ამდენი ხანი დარჩა დრო ხარით შემთხვევით დარჩა 10 წუთი გაიგო რამდენი გავიდა 50 ამის პასუხი რომელია ხარით ამის პასუხი რომ ბე
მინუთი დარჩა. დამხალო რაღაც. არა, ერთი გზა დამჩარა. ანუ ბიძულა შემოხაძო ყველაფერი რა, ეს შენ ეს ამის ეს იყო. ამის პასუხი ეს იყოს, ჩემი შვილი საპატიოსაც მოდკი ბატონო. ამის პასუხი იყო. თუ ჩემ საპატიოსაც ამის პასუხი იყოს. ამირა საპატიოსაც. ეს აი არცად არ გამოგადიება რა ეს არ გამოგადიება თუ ჩავიჭე შენი ბრალი იქნება იცოდი რა ხომ არ დაასრულე რამდენი ხანია დავასრულე მე თქვენ გელოდებოდით ხოლე კი არა რა უადვილეს იყო დიახ აი მადლობა არაფერს მაგა არ არის? არ არის? გასულია. გასულია. უკაცო თქვენ ბარს ყიდით ხო? ყიდით ბარს. არ ვიცი. დაიმახსოვრე რა ეს ჩემთან არის მუშაობს. ჯერ ეს ერთი ჩვენთან არის მუშაობს. ჩვენთან არა. ჩვენთან არის მუშაობს ეს ერთი და მეორე ძალიან თქო რა ჯერ ვიყიდოთ ეს ბარი და მე ვიფიქროთ იმაზე რა ქვია პერსონალის რეფორმაზე. ირა ეს სპორტული ბარის გახსნას ხوارჯობდა რომ ეს გაგვახსნა რა ქვია მხატვრის სახლი. სუ სახლი მოგელანდება შენ. სუ სახლი რა სახლი? რა მხატვრის სახლი? რა გესმის შენ იმის მხატვრობის? არ მესმის ხო? არ მესმის ხო? მაშინ ბოსტანი გავხსნათ ეს ხო კარგად გესმის. ნუ მაიმუნობ კაცო, ნუ მაიმუნობ, წამოდი ერთად. მიკატნახი რამდენი იყო ის? არ მახსოვს. მოდია. ესე იგი, შემოსასვლელი. არ შევდება არაფერი. რატო? მეტად 50, კარგია. მეტად 50. ხო, აქ უნდა დავამატოთ მაგიდები. მან დავამატოთ მაგიდები. წამოდი ხე. მოდი ვახო, მოდი. მოდი რაღაცნაირად ისე რომ გაყო. აი, ნახე, შემოსასვლელი. ხო. ძალიან კარგია, არ ჭირდება ამას არაფერი. არც გადაკეთება. ხო, ესე იგი მაგიდები უნდა ავიღოთ ვაშა. მაგიდები ავიღოთ და აი იქ მე ესე ვფიქრობ, იქ თაროები გავაკეთოთ ეს. თაროები, ვახო, აი აქ გავაკეთოთ დიდი მაგიდა. სადაც გამყიდველი დადგება. ხო. ხო. კი ბატონო. მოდი ამ ერთი ეს პრომოთ ნახოთ. ხო. და აი აქ, ვახო, აქ დავდგათ თონე. აი აქ. აი აქ დავდგათ დიდი ტელევიზორი. რა უნდა დავდგათ რა? რა და თქვენ რას გამთო ისაინტერესებდა ვახოს. მოიცა. აი ეხლა არ მითხრათ რომ იმას ბარის ყიდვას ვაპირებთ, თორემ შენ შემოგევლე რა. ვაპირებთ რამე. რა უნდა გახსნათ რა? რა უნდა გახსნას? რა უნდა გახსნას? შეხედე ამას, შეხედე. რა უნდა გახსნას? იმდენი კარტოფილი აქვს, კარტოფილის სახლს გახსნას. ან იმას რა ქვია, კრახმალის ცეხს. მოგეთ, დაგაგვიანდათ ბიჭებო. დიახ. ეს ბარი ჩვენ ვიყიდეთ. ამას უყურებდი, ამათ უყურე რა. მოიცა ლაშა, მოიცა. იხუმრებენ ბიჭები და გაჩერდებიან, იხუმრებენ. კაცალი. ეს შეპესე ქვისლები რა დღეში არიან? დათო. კითხე. კითხე. რა დაждდება ხა ამის რემონტი? ნუ ახლა ისეთი რო გახდეს, როგორიც ჩვენ გვინდა 50,000 რა. რაია ფიაგასო. რაია აფიარი რა. გამარჯობა ბიჭებო. მაგა. ეს ბარი ხო იყიდება. ხო და მე დავაგოთ მინდა შეხვედრა
ბარის მეპატრონესთან რა დალაპარაკება გვინდა. ვაი მე ბარის მეპატრონესთან კიდე შეხვედ რა. ხო. ეხლა მე დაკავებული ვარ ჩვენ. ცოტა გაიარ გამოიერეთ და მე შემოგწევთ. ეს მაგა ჩვენ გავიგეთ რომ ისაო იყიდებაო ბარიო მართალია? იყიდებოდა. მოიჭა გადაიფიქრეს? არა. მე ვიყიდე. რა? რა თქვენ ხوار გინდოდათ ყიდვა? არა, კაცო, რა. ჩვენ რა, აი ლაშას და ვახოს და ჩვენ მოვყევით ეხლა რაღაც გამოცდილება გვაქვს და რა ვიცი. წოხარ ბიჭებო დაგაგვიან და დღიდან ჩემი ამბარე. დასხედით, დღეს მე გეპატიჟებთ. დასხედით. მიპატიჟება ხედა გენზე. მე ხო ბედი არა მაქვს და არაფერში რა. როცა ფული არა მაქვს მაშინ არავინ არ პატიჟებს და 200,000 რომ მიდევ ჯიბეში მაშინ პატიჟებე ყველა. დიდება გულეს ჩემგან. რა გეგმები ჩაგვეშალა? ახო, ისეთ ხასიათზე ვარ დალევაც კი აღარ მინდა. გაჩერდი შენ ჭირიმე ერთი გაჩერდი რა უნდა მოხდეს ახლა მე რო დავლიო რა. ბევრი სასმელი მოგვიტანე, ბევრი. ნამოთ შეხედე. ამირანი და ის ნათელა. შეხედე. ნათელაზე მიჯაჭული ამირანი. მომისმენ. მე ეს ახლა მგონია ჩემთან სახლში. ღებავს სამზარეულოში კედლებს. ხო. და ეს ნახე სად მობძანდა აქ და ბატონო ამირანი. ირაკლი კაცო შენ სამსახურში მგონი ხარ და შენ ცალკე დაგელაპარაკები მე. ცალკე შემდეგ იქ. როგორ ახარ ნათელა? განაცვალი ირაკლი არ ამიშავს კაცო რა ვიცი სულ არ ვაპირებდი რემონტს მე რა ბიჭია ეს ამირანი როგორ ახარ არა გადაბრია კაცო რაც იმ ჩემმა დეგენერატმა ქმარმა დამიტოვა გასაკეთებელი ყველაფერს მიადგა თუ კი რამე მავთული იყო სადმე გასაკეთებელი ან შტეპსელი გამოს რაღაცა შეღები გადავირიე როგორ მუშაობს კაცო სულ არ ვაპირებდი რემონტს კაცო სულ არ ვაპირებდი არა ხო ასეთია შრომელია რომოვა ხო შრომობს ჩემი ამირანი ხო გააკეთებს ყველაფერს ხო მე რაც გაკეთებული დახვდება იმას აფუჭებს ხო რატო იცი იმიტომ რომ მე ისიც ხო გასაკეთებელია და რო გააკეთოს და რო იშრომოს ამას ვენაცვალე მე ძმა ხარ რატო არ ეხლა კაცო ნუ მაწიდებ ეხლა ეს ბიჭებო ჩვენ ეხლა იქით დავსხდებით და თქვენ განაგზეთ მოიცადე ამირან მოიცადე ახლა ჩვენ მეუღლების სადღეგრძელოს სვავდით ამირან. მეუღლების სადღეგრძელო და ძალიან გთხოვ რომ შემოგვიერთდი, აბა. ეხლა ძალიან გთხოვთ იმ ჩვენი ლოთი უსაქმური კვირის სადღეგრძელო არ დალიო ძლივს გავაგდე სახლიდან. ისე თამარის და იმის ქეთევანის სადღეგრძელო მარიკას და თქვენ გაიხარეთ. ჩემი მაიკოსი დალი. так. მოკლედ დაგილოცავთ თქვენ დაგილოცავთ მეუღლებს. ვისაც ყავთ და ვისაც არ ყავს მალე ყოლოდეს გაგიმარჯოთ გამომართვი ეს ბიჭებო ეხლა ჩვენ ხელს არ შეგიშლით ნათი მოდი აქეთ დავждებ ვინო ნათი შენიცინე ისნე და ნახე როგორი ბიჭი შეგიდო ხელში ნათი ოქრო რო არ მოგატყუო ბაჯაღლო დიახ. მე მაინტერესებს ტესტირების. დიახ, ტესტირების შედეგები მაინტერესებს თუ შეიძლება. მე დათო ალექსიძე. დიახ, პედაგოგი. დიახ. რა ბრძანეთ? რა გადაამოწმეთ ძალიან გთხოვთ რა. დიახ. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. აჰა. შეცდომა გამორიცხულიაო? ჩააბარაო. ჩაგიბარებია, რა მოგიმია? მეცამჯეროდა. რაო? ჩაგიბარებია, კაცო, ჩაგიბარებია. მე განაგრძობ პედაგოგიურ მოღვაწეობას, რა გავაკეთო მე?
ჩიფჩი. ჩავა, კი. ბა, ბუ. უჰუ. დამანებე თავი რა. აი, ალბათ როგორ არ მიჩერა რა. მე სამჯერო დათქო გეუნები, მაგრამ რამდენჯერ უნდა დავრეკო? გილოცავ. აი გარი რა. აი გარი რა. რაც იცი რა. აი ვერავინ ვერაფერს ვერ წაგაცნობს რა.